მოგესალმებით, მე ვარ ლუკა ოჩოშვილი და უპასუხებ გულშემატკივრის შეკითხვებს. თაკო ფირცხალაიშვილი შეკითხვის ავტორი. როგორია შენი რუტინა მატჩის წინ? ბრექფესტი, რა თქმა უნდა, შემდეგ თუ საღამოს არის თამაში, პატარა აქტივაცია გვაქვს ხოლმე გუნდშიც და ნაკრებშიც და შემდეგ უკვე ლანჩის მერე თუ გვიან არის თამაში, მიყვარს ცოტა ხანი ძილი, რადგან უფრო დასვენებული ვგზნობ თავს და შემდეგ უკვე თამაშის წინ სნეკი და უკვე თამაშზე წასვლა. კიკაძე თეონა, მისვენს ესეთ კითხვას, ფეხბურთელი რომ არ იყო, ვინ იქნებოდიო? საინტერესო შეკითხვაა. რავი, ალბათ აი ტელევიზიაში უფრო სამსახიობო რაღაც, სამსახიობოც არა, მაგრამ ან წამყვანი არამე ეგეთ გადაცემის, ან ლაპარაკი მიყვარს და ჩემი აზრით, ან ჩემი გადაცემა, ან იუთუბერი ვიქნებოდი არა. კონკურენტი გეყოლებოდა. პოზიციის შეცვლა რომ შეგეძლოს, რომელ პოზიციას აირჩევდიო. თავდასხმელს ალბათ, იმიტომ რომ, რავი, ყველაზე სასიამოვნოა, როცა ალბათ გოლებს იტან და ყველაზე კაი შეგრძნება ალბათ არის, როცა თავდასხმელი ხარ. ეს კითხვა დასვა ედი ბერიძე ათუკამ. სანდრა გურჯიძე. ლუკა, შენი საუკეთესო მეგობარი ვინაა ნაკრებში? ბევრი მეგობარი მყავს ნაკრებში, მაგრამ ალბათ ოთარ კიტეიშვილს გამოვყოფდი, რადგან ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და გუნდშიც და ალბათ ყველაზე ახლო მეგობარი ეგა, მაგრამ ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. როჩო კვარა უფრო ლამაზია თუ ზურიკო? ნენე მისვავს ამ შეკითხვას. ეგ ძალიან რთული შეკითხვაა. ორივე ულამაზესი ადამიანია ჩემი აზრით, შინაგანათაც და ფიზიკურათაც და ძალიან ძნელი გადასაწყვეტია რა. არ მაქვს პასუხი. ხვიჩა მოერევა თუ აბრეზიჩი? ვალანზასკა რენატო. ბიჭო, ჩემი აზრით აბრეზას ჭიდაობა მაქვს, ნახი, მაგრა ჭიდაობდა რა და ქუჩაში ხვიჩაც ალბათ იჩხუბებს რა, უფრო მოქნილი რაღაც და 50-50-ია, არ ვიცი. გაქვს რაიმე ტალანტი ფეხბურთის მიღმაო? ნიკა მისვენს შეკითხვას. ბევრი არა, სხვათა შორის. კაროჩე, ხელით რასაც ეხება, არაფერი რა. ხელი რაშიც უნდა გამოიყენო, ეგ არაფერი და უფრო რაღაცა აი ლაპარაკი, რაღაცა ეგეთი რაღაცები შემილია რა, მაგრამ არც სიმღერა ეგეთი რაღაცები არაფერი. კომუნიკაცია შემილია კარგად. მათე გალდავა. როგორი იყო ლოჩოს ბავშვობა, როგორ ახსენდება ის კარგად თუ ცუდად? კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მახსენდება ბავშვობა. კაი ბავშვობა მქონდა, ცოტა რთული ბავშვი ვიყავი. საერთო ჯამში კაი ბავშვობა მქონდა და რა თქმა უნდა, ტკბილად მახსენდება ყველაფერი ძირითადად. რა ვთქვა, თამაშის წინ რა მუსიკას უსმენ? ჯოხა 44 მისვენს ეს შეკითხვას. ძირითადად ალბათ ჰიპ-ჰოპს უსმენ, რადგან მიყვარს ძალიან და უფრო мотиваციასაც მაძლევს, ასე ვთქვათ, ჰიპ-ჰოპ მუსიკა და ჰიპ-ჰოპს. სიმღერა, რომელსაც არასდროს მოусმენდიო. არასდროს მოусმენდი, აი მძიმე როკს რა რაღაცა. თავს ვაქანავებენ და ეგეთი დრამებს როტეხავენ და ეგეთ მუსიკას ვერ მოусმენ რა. როკერებმა მაპატიეთ. მაგლაყელიძე ნია. ბოლოს ვის დაურეკე? ბოლოს დაურეკე გიორგი ფოფხაძეს. ჩემ მეგობარს და ჩემ აგენტს. ბუდუ ზივზივაძე, ჩვენი ძმა და მეგობარი, ქუთაისელი სტრაიკერი. ხაჩო მაგარია. ხაჩო მაგარია, მაგრამ ბუდუ მაგარია. ჯანაშია 7. ყველაზე რთული მეტოქე ვის წინააღმდეგაც გითამაშიაო? აუ, ბევრი ალბათ, ჩემი აზრით ალბათ მაინც იამალი ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ისეთი გამორჩეულათული იყო და რა თქმა უნდა პორტუგალიასაც რონალდოსაც გამოვარჩევდი. ყველაშვილი ლიზი. გაიხსენე ერთი მომენტი ნაკრებში ყოფნიდან, რომელიც სულ გემახსოვრება. სულ მემახსოვრება ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებთან ერთად, ეს არ მინდა გამოვყო რომელიმე პერიოდი, მაგრამ აი ყველა პერიოდი, აი იმ დღიდან როცა
თვითმფრინავში ჩავჯექით და იქ წავედით და ყოველი დღე, ყოველი მომენტი მახსოვს მართლა ძალიან მაგრად და ალბათ მაგ ყველა მომენტს გამოვყოფთ. ტიბუა გიორგი კითხება უთხრა თუ არა იმ ლეგენდარულ ეპიზოდში კრისტიანოს სიმართლე გითხრა რაღაც ისეთი რაღაც უთხარი არც მე არ მახსოვს რა, მაგრამ უბრალოდ ემოცია გამოვხატე რომ არაფერი არ იყო და ტყუილა აპერილებდა რა. წუაია კითხვა არაა შენი ხელისაწევა და სიცილი გაგვეთებ იმეს წაქცევისას რო შვები. იასტა კითხვა არა. წუაია ესე გაიკეთე. საფრ ტელეფონზე რა უყენიაო. ანუ ლუქ სკრინს გულისხმობს ალბათ. ეხა აქ არ მაქვს ტელეფონი, მაგრამ ეხა ანუ მამბას სურათი მიყენია, კობის სურათი მიყენია და რაღაც სამოტივაციო ტექსტით არ მახსოვს ზუსტად, იმიტომ რომ ბევრი მაქვს და ეს ავტომატურად იცვლება ხოლმე რა. როგორ გაიცანით სალომეო? ჯაფარა 7 მეკითხებ. სალომე გავიცანი ესე მივწერე ინსტაგრამზე სოციალურ ქსელით, მაგრამ მანამდე ანუ სადაც დავინახე პირველად, ანუ რესტორანში ვიყავით მე მეგობრებთან ერთად და ის თავის მეგობრებთან ერთად და მაგის მერე უკვე უფრო დავახლოვდით და გავიცანით ერთმანეთს. ეხლა მე მოგიყვებით სინამდვილეში რა როგორ იყო. ვიმყოფებოდი ჩემ დაბადების დღეზე, ჩემს ახლო მეგობრებთან ერთად რაღაც რესტორანში ავხნიშნავდი და ზუსტად იგივე რესტორანში ლუკა იყო თავის მეგობრებთან ერთად. როგორც სანდოწყაროები უწყებიან, მე დამინახა, გაგიჟდა, გადაირია. იქვე შევუყვარდი. ვერ გაბედა ჩემი გაცნობა ჯერ. მე გარკვე ჩემი ვინაობა. მე გამომიგზავნა ყვავილები, მადლობა რომ გადავუხადე. მე ესე აგვეწყო კონტაქტი და მე შევხვდით ერთმანეთს. მე როგორ იყო უკა? ერთ შანსს გაძლო. მოკლედ ესე იყო მეგობრებო. მეგობრებო, ახლა თქვენ უყურებთ ვიდეოს, სადაც ლუკა ოჩოშვილი გულშემატკივრების მიერ დასმულ შეკითხვებს სცემს პასუხებს და მინდა შეგახსენოთ, რომ ჯეოთიმის არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი. მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. სალომე მაღლაკელიძე. მანქანად გადაქცევა რო შეგეძლოს, რომელად გადაიქცეოდიო. ბიჭო, ტრაქტორად გადავიქცევდი. ტრაქტორად გადავიქცეოდი და ვიღაცას გადავულიტი. ლადო გოლიაძე, ყველაზე სასაცილო რა გაგიგია ტრიბუნიტანო. ბიჭო, აი ეგ არ მახსოვს, მაგრამ ერთხელ მახსოვს, რომ აი დინამოში თამაშობდი რა და ქუთაისს ვეთამაშობდი ტორპედოს და ეხა დერბი იყო ქართულ რაღაც და აი პროსტა ერთი რაც დამამახსოვდა, აი ყველაზე მაგრა რა, ანუ ვიღაც ბავშვი იყო, აი ძალიან პატარა ბავშვი იყო და короче, მთელი თამაში მეძახთან, ანუ აი ფლანგზე ვიდექი რა. მთელი თამაში მეძახის, აი ისეთი პირით იგინება, რომ აი короче, აი რავი, რა გითხრა. просто მიტყდება, ეხლა რა პირითაც მაგინებ და აი თან ძალიან პატარა ბავშვი იყო და აი მახსოვს, მაგრამ ეცინებოდა მაგ მომენტში რა. გიორბელიძე გურამი, იგივე ლამაზი წერს, მოყევი ერთი ისტორია ჩვენზე ავსტრიაშიო. იმდენი ისტორია გვაქვს, გამიჭირდება, გამოყოფთან ძალიან ბევრი და ერთს მოვყვები, რომ აი ამინა მაგის მოყვები. ძალიან ბევრია და მე მოვყვები, მე გამოვტო ამ კითხვას გადავახტე. ლინდა გულბაი, რას ფიქრობ ვარზე, ეხმარება თუ არა თუ აზიანებს თამაშო? რა ჩემი აზრით გააჩნია რომელ შემთხვევაში ხარ არ გეხმარება ან გაზიანებს ორი შემთხვევა აქვს და მაინც ჩემი აზრით სამართლიანობიდან გამომდინარე ალბათ ვფიქრობ რომ უფრო ეხმარება და კორექტულია რადგან უფრო დეტალურად ნახულობ მომენტს და შეგიძლია სწორი დასკვნა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ელენე მშვენიერაძე მეკითხა საყვარელი ფილმიო. ძალიან ბევრი საყვარელი ფილმი მაქვს, ძალიან მიყვარს ფილმები ზოგადად.
რამოდენიმე ჩამოვთვლი სინემა პარადისო, ძველი ფილმი არის. ალბათ ნათლიაც კლასიკა და კიდე ძალიან ინტერსტელარი, რავი, ძალიან ბევრია რა, მართლა ძალიან ბევრია და იმდენი ფილმი ვიცი ალბათ რომ ძალიან გამიჭირდება. დიანა დანელია, შენი ულვაში ჯობია თუ საბასიო? ბიჭო, საბასია, ჩემი აზრით საბასი. მე ახალი ვარ ულვაშებში და ნახოთ რა, ჯერჯერობით საბა უკონკურენტო. მარიკაძე, კაი, ვინ არის შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი? რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე და ჩემი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა და ყველაზე საყვარელი ადამიანი ალბათ ისინი არიან. ილია, ფეხბურთელი რო გადაარჩინე, როგორი შეგრძნება იყო? ესე იგი, რავი, კაი შეგრძნება იყო, გამიხარდა და რავი, ცოტა სიამაყის გზნობაც ჰქონდა და გამიხარდა, რომ ვიღაცას დავეხმარე და ესეთ საჭირო დროს ესე დავეხმარე. გავთაძე, საბა დაახასიათე სამი სიტყვითო. ლამაზი, თმიანი და საინტერესო. სარაული 1. როგორც ნახავ უკეს კაი ბიჭობა გიჩვენა თუ ევროპის ფინალია? ევროპის ფინალი, იმიტომ რომ კაი ბიჭი ისედაც ვარ. მაღლაყელიძე ნია, რომელი ცნობილი ადამიანის ნომერი გაქვს ტელეფონში? რავი, ბევრის არა, მაგრამ რავი, მაქვს ვიღაცების ნომერი მაქვს. სანდრო გოქსაძე, სიმართლე თქვი, კვარა ხშირად ხდება ვარჯიშების დროს? კი, რა თქმა უნდა, კვარა გამწდება და ძალიან მაგარია კვარა დრიბლინგში, ალბათ ჩემი აზრით სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და კი, ყოფილა რომ გამწდა რა, ბევრჯერ ნუ ეხა არ დაგვიწვია რაოდენობა, მაგრამ ყველას ხდება და არ გვწვის, ანუ გატრუხებული გქ ყველას. შეგუებულები ვართ. ჯორჯ 9999, ერთი შეცდომა, რომლისგანაც ბევრი რამ ისწავლე. ეგეთი შეცდომა არ დამიშვია რა, რომ აი რაღაცა ეგრე რო ვთქვა, რომ ძალიან ბევრი რაღაცა მასწავლა და რაღაცა. შეცდომებს ვაფშე იშვიათად ვუშვებ. უფრო მოედნის გარეთ. თორნიკე კირკიტაძე, ის მოყევი ბაკურიაში თხილამურებით რომ დაეშვია. ძალიან ძნელი ისტორიაა. ემახსოვრებათ ალბათ ის ბავშვები გაიზრდებოდნენ უკვე. ბოულინგს რო ისრო, ის ბურთს და რო შეუვარდები, აი ეგრე შეუვარდი ბავშვებს და იმის მერე მართლა ვიძახი რომ თხილამურებზე არც დავდგარ ვარ და არც ქონია სურვილი და ეგრევე დავასრულე კარიერა, ამიტომ ყველას საფრთხე აღარ ემუქრებ. ელენე კობახიძე, წარმოიდგინე რომ შენი ცხოვრების ფილმს იღებენ, ვინ ითამაშებდა შენს როლს? ესე იგი, ჩემს როლს ვათამაშებდი. ჩემს როლს ვათამაშებდი, არ ვიცი რა, ვის ვათამაშებდი, არ ვიცი მართლა. თული შეკითხვაა რა, არ მიფიქრია მაგას. გამოვტოვებ ამასაც, მაპატიე, მაგრამ არ მაქვს პასუხი. მარტა ბზიკაძე, რონალდო კიდე გაბრაზებულია შენზე. არა, რაღაც პერიოდი გაბრაზებული იყო და მერე შემოვირიგე. მეგობრებო, წინა ვიდეოს ვინც უყურა გიორგი ქოჩარაშვილთან ინტერვიუს, გეცოდინებათ რომ ჩვენ ახს ყავს ახალი გენერალური მხარდამჭერი, ქართველების საყვარელი წყალი ნაბეღლავი, რომელიც ჯეოთიმს დაეხმარება განვითარებაში. მადლობა მათ ჩვენი გულში დგომისთვის და წინ ძალიან მაგარი საინტერესო სიახლეები გელოდებათ. ბარბარე ხმალაძე, რატომ ხარ ასეთი ჰოთი? არ ვიცი, რატომ ვარ, არ ვიცი რა უპასუხო. მადლობა დიდი. თაკო ie, რომელია შენს კარიერაში დასამახსოვრებელი მატჩი? ალბათ ყველაზე ძალიან მაინც ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩს ყველანაირად დატვირთვით და როგორც პერფორმანსითაც და მნიშვნელობით და ჩემი აზრით ალბათ ყველაზე ალბათ გამორჩეულად
დასამახსოვრებელი მატჩი ეგ იყო. ანუ კი 19 მაყურებლის კომაგობა თამაშის დროს რეალურად გავლენას ახდენს შენზე. ძალიან, აი მართლა ძალიან, იმიტომ რომ ზოგადად ვიძახი სტადიონზე ძალიან ბევრს ნიშნავს ზოგადად, მაგრამ ჩემთვის მით უმეტეს ძალიან მიყვარს როცა ვგზნობ პუბლიკისგან, ასევე ნეგატიურადაც და ანუ პოზიტიურადაც ორივე შემთხვევაში ანუ რაღაცნაირად ძალიან მომწონს რა და ასევე ცუდ შემთხვევაში და კარგ შემთხვევაშიც უფრო კარგად ვგზნობ თავს სტადიონს. გვანცა ერთ თამაშს რომ წაშლიდე შენი კარიდან რომელი იქნებოდა და რატომ? ერთ თამაშს რო წავშლიდე ალბათ მერვე არა ამ თამაშს წავშლიდი ბოლოს რაც ვითამაშე სამდორიასთან თამაშს, იმიტომ რომ მართლა ძალიან უსამართლოდ იყო ბევრი რაღაცა და ჩემი აზრით ანუ მაგ თამაშს წავშლიდი, იმიტომ რომ არ იმსახურებდნენ რომ გვეთამაშო. კიკაძე ნინო ნაკრების რომელ წევს არ ანდობდი მანქანას? მანქანას არ ვანდობდი ალბათ გოჩოლას რა, ძალიან ისა აქტიური, რაღაცა ус მოიწევდა უეჭო. ან გადაიჭიხებოდა და არ გვაწყობდა არც მანქანას და ან რაღაცა ძალიან ჰიპერაქტიულია და გოჩოლას არ ვანდობდი რა. იოანე სახვა 3. რომელ წესს შეცვლილი ფეხბურთში და რომელი გაღიზიანებს ყველაზე მეტად? ყველაზე მეტად ეს ახალი წესი რო არის, სასთან ლაპარაკი რო შეუულია მარტო კაპიტანს რა, ჩემი აზრით არ უნდა იყოს ეგრე რაღაც ხიბლი დაიკარგა, იმიტომ რომ სხვა ფეხბურთელსაც უნდა შეეძლოს ჩემი აზრით ლაპარაკი სასთან კომუნიკაცია რა. საუკეთესო რჩევა რაც ოდესმე მიუღია. საუკეთესო რჩევა ზოგადად არის რომ პირველ რიგში შენი თავის წმენა ქონდეს და შენი თავის გჯეროდეს რაც საკეთებ მიუხედავად იმისა სხვა რასაც არ უნდა ფიქრობდეს შენზე ან ზოგადად რაღაც საკითხზე. მაღლაკელიძე სალმე რომ იყო რომელიმე ცნობილი ფეხბურთელი ერთი დღით ვინ იქნებოდიო? ალბათ რონალდო ვიქნებოდი რა. მაინტერესებს რას ფიქრობს იმ თამაშზე აი მომენტში და იმ მომენტს იმას არა ხუმრობთ, მაგრამ ანუ რონალდო ვიქნებოდი, მაინტერესებს ან მესი აი როგორია მათ ხო, იმიტომ რომ ალბათ ორი ყველაზე დიდი ფეხბურთელია ამ ერის ეპოქის და ჩემს საინტერესო იქნებოდა რა. აუთანდილ ფრუიძე დღეს საღამოს ჩემს 7 წლის შვილს კითხე ალექსანდრე ვინ არის საუკეთესო დამცველი? ლოჩო იყო მის პასუხი. ჩვენი კითხვა ლოჩოსთვის ვინ არის საუკეთესო დამცველი? ძალიან დიდი მადლობა და ჩემთვის ალბათ ჩემი ფავორიტი დამცველი და ჩემს ეპოქაში რასაც მოვესწარე ალბათ სერხიო რამოსი რა. ყველაზე ძალიან მომწონს და ფიქრობ რომ ჩემთვის საუკეთესოა რა ამ პერიოდში, რასაც ჩვენს ეპოქაში ასე ვთქვათ. ლოჩო დღეს იუბილარი ვარ 13 წლის გავხდი ფეხბურთს ვთამაშობ და მიზნების დიდი მაქვს. ჩემი უდიდესი საჩუქარი იქნებოდა სამოტივაციო რჩევას თუ მომცემდი. მაიკადა ხელმოწერა მერე იყოს. კი, აუცილებლად პირველ რიგში ეგ არა ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია შენი თავის გჯეროდეს, შენი თავის წმენა ქონდეს და სხვა რას ფიქრობს შენზე და ან ვინმეს თუ არ ჯერა შენი, მაგაზე გავლენა არ მოახდინოს და პირველ რიგში მაგ წმენის შედეგად ძალიან ბევრი უნდა იშრომო და გჯეროდეს ის რაც საკეთებ და აუცილებლად ყველაფერი გამოგივა, ჩემი აზრით ეგ არის არა მარტო ფეხბურთში, არამედ ყველა საქმიანობაში და ყველა სფეროში. კიკაძე ნინო, რომელ ფილმში ითამაშებდიო? ალბათ ვითამაშებდი ნათლიაში კორლეონეს როლს. მარია მიქაძე ვის ცვლის შენს საფეხბურთო კუმირად? აი ეგრე კუმირი არ მყავს რა, მართლა არ მყავს, ბევრი საყვარელი ფეხბურთელი, აი როგორც თქვი, მცველი სერხიო რამოსი და ესე ნუ პოზიციების მიხედვით ყავს საყვარელი, მაგრამ ეს კონკრეტულად კუმირი არავის არ გამოყოფთი რა. მუმო სეფიაშვილი მაფიაში არ აპირებ თამაშს.
აი ჩვენი მეგობარი დიმანე ბიერიძე მთავაზობს და მეუნება რომ ვითამაშოთ და მინდა ძალიან ამ მიყვარს თამაში და ჩემი აზრით კარგადაც ვთამაშობ და შეიძლება ვიხილოთ ეგ ეპიზოდის ჩემთან ერთად. მარი ხაჭაპურიძე მოედანს მიღმა რა გაძლევს ისეთივე ადრიანის როგორც თამაშიო. თულია ჩემი აზრით არაფერი არ მაძლევს ეგეთ ადრენალის როგორცაც თამაშიო მართლა თულია მართლა არაფერი არ მაძლევს რა. თუმცა ვერ გამოვყოფთ ნამდვილად უკონკურენტოა სტადიონზე თამაში რა ადრენალის. დინამოელი თილადაი მე კარიერის დასრულებას ქართულ კლუბში ისურვებდი. ვისურვებდი არ ვიცი რას ვისურვებდი კარიერის ბოლოში რთულია ეხლა ამაზე საუბარი მაგრამ რა თქმა უნდა წინააღმდეგის არ ვიქნებოდი მაგალითად დინამოში კლუბმა რომელმაც გამზარდა რომ დავაშუო კარიერა რა თქმა უნდა იქაც რადგან დავეხმარო ჩემი ასე ვთქვათ გამოცდილება გაუზიარო ახალგაზრდა ფეხბურთელებს და რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავდი. ანასტასია ორბელაძე ძალიან მინდა რომ ამ კითხვაზე მიპასუხოს. რატომ გონიათ ბიჭებს რომ გოგუებს არ შეუძლიათ ფეხბურთს თამაში? იმედი ამ კითხვაზე პასუხი იქნება. რავი, არ ვიცი რატო გონიათ უმეს გონია, მე არ მგონია თამაშობენ კიდევაც გოგუები, რა თქმა უნდა და ყველას ანუ ის უნდა აკეთოს რაც ძალიან სიამოვნებთ და რაც ძალიან უყვართ. შემიძლია გამოდით, რატო არ გამოდით? ძალიან კარგად ვარ მაგ კონკრეტულ შემთხვევაში განწყობილი და ვფიქრობ რომ არ შეესაბამება ლოგიკას რა. აი მაგალითად ჩვენი ქალთა ნაკრები რომელიც ანუ დღითიდღე პროგრესირებს და წარმატებას აღწევს და რა თქმა უნდა წარმატები მინდა უშუო მათ და გულშემატკივრობ ძალიან. ანუკი მეურმიშვილი 285 რომ შეგეძლოს წარსულში დაბრუნება და პატარა ლუკასთან საუბარი რას ეწყოდი მას და რა რჩევებს მისცემდი. არ ვიცი. არ ვიცი, მართლა არ ვიცი. რა რჩევას მივცემდი რა. ჩემი აზრით ვეტყოდ რომ არაფერი არ შეიცვალა რა და როგორც გააგრძელა სხვა ანუ როგორც იცხოვრა ისე იცხოვრა მართლა. იმიტომ რომ არაფერს არ ვნანობ ზოგადად არაფერში. 4 ფუტბოლ რა უნდა ქნას ხალხმა რომ ნახოს უფრო მეტი ვიდეო ჯეოთიმის არხზეო. უნდა გამოიწეროთ ყველანაი არხზე, YouTube-ზე, Instagram-ზე და ასე შემდეგ და კონტენტი იქნება ულიმიტო კონტენტი. უპასუხეთ თქვენს ყველა შეკითხვას. იმედია ის სიამოვნებთ და მოგეწონათ მომავალ შეხვედრამდე.